მოგესალმებით ეთერშია გადაცემა თქვენთან ერთად მე თამთედოლიძე ვარ. Რამდენად გჭირდება ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოში და რა იწვევს პერიოდულ პროტესტს, რომელიც ამ მიმართულებით აგორდება ხოლმე? Რა ვითარება ქართულ ელექტროსისტემაში და რამდენად გვაქვს პოტენციალი რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები? Ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი გიორგი აბრამიშვილი, კომპანია ბახვი ჰესის დირექტორი. ბახვი ჰესი გახლავთ კომპანია, რომელიც გურიის რეგიონში უკვე რამდენიმე წელია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს. Რა ეტაპზეა თვითონ ეს პროექტი და რა წვლილს შეიტანს ის ქართულ ენერგეტიკაში? ამ თემებზეც ვისაუბრებთ. ცხადია, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მადლობა მოწვევისათვის და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. კი ბატონო. სასიამოვნო სიახლით დავიწყოთ. გაეროს მდგრადი განვითარების ჯილდო გადაეცა, როგორც ვიცი, კომპანიას. და ეს უკავშირდება მრჩეველთა საბჭოს კომპონენტს ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობისთვის, როგორც ვიცი, ეს ასე იყო. რა იყო მიზანი, როდესაც ამ ინსტიტუტს ქმნიდით მრჩეველთა საბჭოს? ხო, მართლაც ასიხარულო ამბავი იყო ჩვენთვის, რომ ასე ვთქვათ, აი ამ ფორმატას დაგვიფასდა ეს ჩვენი ინიციატივა. მოგეხსენებათ, გაეროს აქვს 17 მიზანი, ასე ვთქვათ, მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის და მე-16 მიზანი არის ზუსტად ეს ძლიერი ინსტიტუტების სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტების შექმნა. სადაც ჩვენ წელს გავიმარჯვეთ. მიზანი ჰქონდა შემდეგი, რომ ჩვენ თავიდანვე, როგორც კი ასე ვთქვათ, დავიწყეთ შემოვედით რეგიონში და დავიწყეთ მუშაობა ამ ბახვის პროექტზე. მიზნად ჰქონდა, რომ საერთოდ ახალი სტანდარტი შეგვექმნა პროექტების განხორციელების, რაც ნიშნავდა მათ შორის სრულ გამჭვირვალობას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. შესაბამისად, ჩვენ ასე ვთქვათ, თავიდან ყველა ჩართულ მხარესთან ჰქონდა ძალიან ასე ვთქვათ, დეტალური კონსულტაციები და შემდგომ ჩამოვაყალიბეთ ეგრეთ წოდებული მრჩეველთა საბჭო, რომელიც შედგებოდა, ასე ვთქვათ, ყველა დაინტერესებული მხარის თითო წარმომადგენლისგან. ეს იყო მედიის წარმომადგენლები ორივე რეგიონიდან, სხვათა შორის, ეს იყო, ასე ვთქვათ, მეწარმეები, ეს არის არასამთავრობო სექტორი, NGO-ები და თვითონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. და ყოველთვიურად ჰქონდა ჩვენ შეხვედრები მათთან, სადაც ერთის მხრივ ჩვენ ვთქვათ, ანგარიშვაბარებდით ჩვენი პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ და მეორეს მხრივ თვითონ, ასე ვთქვათ, გვაძლევდნენ რჩევებს ამათ იმ საკითხებზე, განსაკუთრებით სოციალურ კომპონენტზე და ასე ვთქვათ, ადგილობრივებთან ურთიერთობაზეც, ასე ვთქვათ, ერთობლივად ვიღებდით ხოლმე გადაწყვეტილებებს და ეს საკმაოდ კარგი ხანი გრძელდებოდა ყოველთვიურად. ეხლა უკვე გადავედით კვარტალში ერთხელ გვაქვს შეხვედრები, მაგრამ ფორმატი ზუსტად იგივე არის, ასე ვთქვათ, და ესეთ გაცვლა არის ინფორმაციის ორივე მხრიდან. რომელსაც თქვენ სასარგებლოდ იყენებდით და სავარაუდოდ თქვენს დადებითად აფასებთ ამ მრჩეველთა საბჭოს ეფექტურობას, ხო, რაც ამ პერიოდის მანძილზე თანამშრომლობდით? კი, ნამდვილად ძალიან, ასე ვთქვათ, დადებითი შედეგი მივიღეთ. ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, ეს ჩართულობა ამ ადამიანების ასე თავიდან 12 ადამიანი ყავდა. ეხლა თუ არ ვცდებით 11 არის, ასე ვთქვათ, ამ საბჭოში, მრჩეველთა საბჭოში და მათი ჩართულობა იყო ძალიან მაღალი და ეგრეთ წოდებული ownership, როგორც ვთქვა, ასე იგი თავიანთი განცდა იმისა, რომ მათი პროექტიც არის და არა მხოლოდ ჩვენი პროექტია, აი ამ მიკუთვნებელობა, ასე ვთქვა, წლების განმავლობაში გაიზარდა და ფაქტიურად ერთად ავაშენეთ ეს პროექტი, ეს შეგრძნება და ეს ემოცია ჩვენს გვაქვს, იქით ამ ხარესაც აქვს და ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა, ეხლა მოგეხსენებათ, ზოგადად ჰიდროელექტროსადგურების თემას არაერთი მითი მოსდევს აი ამ დამოუკიდებლობის შემდგომ და იმის საჩვენებლად, რომ ასე ვთქვათ, არაფერს ჩვენ არ ვაფუჭებთ, პირიქით ვცდილობთ, რომ კარგად გავაკეთოთ და თან მათი გამოცდილება გამოვიყენოთ, რომ შეიძლება რაღაც არ ვიცი, სვანეთში სხვანაირად უნდა მიდგომა ადგილობრივებთან, ხო? ინსტრუმენტი იქნებოდა აშენებული. ზუსტად. 4 წელი გავიდა, უკვე რაც თქვენ ეს პროექტი წარუდგენეთ მოსახლეობაზე. თუ შეგვიძლია უკვე რომ ვისაუბროთ, რა ეტაპზეა, ან დასრულების რა ეტაპზეა პროექტი, რომელიც დაიწყეთ? კი ბატონო. ხო, დანამდვილებით 4 წელი გავიდა, თავიდან ჩვენ პირველი 2 წელიწადი დაუწმეთ აი ზუსტად ასე ვთქვათ, საჭიროებების კვლევას, ადგილობრივებთან გაცნობას, პროექტი არაერთხელ შეიცვალა, შესაბამისი ნებართვების მიღებას, გარემოსდაცვის სამინისტრო იქნება თუ ეკონომიკის სამინისტრო თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ყველას და შესაბამისად იმ კვლევების ჩატარებას, რომელიც საჭირო იყო ამ პროექტის განხორციელებად იმისათვის, რომ როგორც ჩვენ დავუპირდით მოსახლეობას და მაღალი დასავლური სტანდარტებით, IFC-ის და EBRD-ის სტანდარტებით რომ განხორციელებინან განსაკუთრებით გარემოსდაცვის და სოციალურ ასპექტში. ამასაც მინდა რომ მოგვიანებით ვისაუბროთ. კი ბატონო, პირველი 2 წელი მაგაზე დაიხარჯა, შემდეგ 2023 წელს უკვე მშენებლობა დავიწყეთ.
საკმაოდ აქტიურ ფაზაში არის ეხლა მშენებლობა და მოკლედ გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სამივე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა იყოს დასრულებული. ეტაპობრივად ჯერ ქვედა სადგური დასრულდება დაახლოებით 2-3 თვეში, შემდგომ ზაფხულის ბოლოს 2 თვეში უბრალოდ ზაფხულის ბოლოს დასრულდება შუა სადგური და პახვი 1 უკვე წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული. კი ბატონო, ძალიან კარგი. სოციალური პროექტების კომპონენტი, როგორც მახსოვს მეც და მედიასაც, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თქვენი პროექტისაგან. როგორ შეიქმნა ეს პროგრამა, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და იქნებ შედეგებსაც გვესაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კი ბატონო, ასე იგი, როგორც თავშივე აღნიშნე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალური პროექტების, ასე ვთქვათ, მაღალი სტანდარტებით განხორციელება. თავიდან დავიწყეთ აი საჭიროებების კვლევით, ეგრეთ წოდებული, მათ შორისაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მრჩეველთა საბჭომ, ვინაიდან აი ზუსტად აი საჭიროებების გამოვლენაში რა იქნება აქტუალური ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტად რეალურად იციან რა საჭიროებები არის. ზუსტად და ეს ახლა სხვა პროექტებში არაერთხელ შეხვედრია, რომ ერთის მხრივ თქვა განწყობა არის ხოლმე ინვესტორის რომ რაღაცა პროექტები სოციალურად გააკეთოს, მაგრამ თვითონ კანახობს, თვითონ თავიანთ წარმოდგენით, ესე ვთქვათ, რომ ეს უფრო აქტუალურია თუ ის უფრო აქტუალურია რეალურად, ეს მოთხოვნა ქვემოთ უნდა მოდიოდეს. და ჩვენ საჭიროების კვლევა გავაკეთეთ და მე არაერთხელ განვაახლეთ სხვათა შორის და ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ეგეთი ისა კარდაკარ ესე ვთქვათ ჩვენი თანამშრომლები ჩამოივლიან ადგილობრივ თემებს და იმ ოჯახებს რომელიც ამ ზეგავლენის არეალში ხდება რომ მათი საჭიროები გამოვარკვიონ რა პრობლემები აქვს სად არის თქვათ არ ვიცი სუსტი მხარეები და რა შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ ამას სულ პერიოდულად ვაკეთებდით ეს არ იყო ერთხელ ჩატარებული ეს პროცესი ხო და ამაზე დაფუძნებით შედგა უკვე სოციალური პროგრამა სადაც პრინციპში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო განათლების მიმართულებით, ახალგაზრდების გადამზადება და განათლება, ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკაში და გარემოს დაცვაში. მათ შორის დავეხმარეთ ადგილობრივ სკოლებს, დავეხმარეთ ტექნიკურად აღჭურვაში ადგილობრივ ბაღს. ასევე სტუდენტებს, რომლებსაც ვაძლევთ სტიპენდიას, რომლებიც ჩააბარებენ, თქვათ, საინჟირო ან გარემოს დაცვით მიმართულებებზე. განხორციელდა კიდე ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები დაიგო, გაკეთდა სასმელი წყლის მომარაგება, ვანის ქედს საერთოდ არ ქონდა და 45 ოჯახი, ესე თქვათ, უზრუნველყავით სასმელი წყლის მომარაგებით. გაკეთდა განათების ბახმაროს მთავარი ცენტრალური ქუჩის განათება. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ვეხმარებით ჩვენ ყოველთვიურად და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მშობლებს ჩაუტარეთ ასე თქვა ტრეინინგები და დავეხმარეთ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა ასევე ქალების გაძლიერების სადაც სხვადასხვა კომპონენტი არის შესული მათ შორის აი ერთ-ერთი არის ეს ქალებისათვის არის ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც ვეხმარებით ზუსტად აი უნაშეზღუდული ადამიანების შვილების მშობლებს ესე თქვა დავეხმაროთ ფსიქოლოგიურ ნაწილში და ეს პროექტი ეხაც მიმდინარეობს და საკმაოდ წარმატებულია. განსაკუთრებით მომწონს მთელ სამ ჩამონათვალში ზოგადად განათლების კომპონენტი, იმიტომ რომ ის სპეციალობები, რომლებიც ჩამოთვალეთ, ძალიან საჭიროებს რაღაცა ასეთი мотиваციის გაჩენას ადამიანების. მე მგონია რომ რაღაცნაირად კვალიფიციური კადრების დეფიციტი არის ჯერ კიდევ ქვეყანაში მაგ მიმართულებებში. თანამდებობით არის ზოგადად ჩვენ სხვადასხვა შორის სან-დიეგოს უნივერსიტეტის რექტორი ჩამოყვანილი, რომელიც თვითონ ჩაუტარა ორივე სკოლაში, ჩხაკაურასა და მთისფირის სკოლებშიც, თვითონ ჩაატარა ეგრეთ წოდებული STEM მიმართულებების ადვოკატირება თუ ბავშვებს ესაუბრა თუ რა შეიძლება გამოვიდნენ რა თუ ეს მნიშვნელოვანი ხელა მოთხოვნა არის ბაზარზე შრომის ბაზარზე და რამდენიც მოთხოვნა იზრდება საკმაოდ საინტერესო ლექცია იყო ჩემთვისაც კი და მეორე მხრივ რა თქმა უნდა მოთხოვნა ძალიან დიდია ზოგადად საინჟინრო მიმართულებებზე განსაკუთრებით ჩვენ ახლა მე სულ აქვს პრობლემა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ჯერ ერთ-ერთი მშენებლობის პროცესშიც მაგრამ მე უკვე ოპერირების პერიოდში კადრების მოძიების და ფაქტიურად თავიდან ვიწყებთ ხოლმე ამ კადრების ესე ვთქვათ განათლებას და ამაში ინვესტიციების ჩადებას რომ ყავდეს შესაბამისი კვალიფიციური კადრები. კი ბატონო, რახან კადრებზე ვსაუბრობთ, როგორც ვიცი, დასაქმების კომპონენტს გულისხმობდა და მოიცავდა ასევე თქვენი პროექტი, ასეთი დაპირება იყო კომპანიისგან, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, რამდენად შეასრულა კომპანიამ ეს დანაპირები და ზოგადად რამდენად მოხერხდა არსებული რეალობის და გარემოს გათვალისწინებით აი ეს ნაწილი. ხო, მანდაც პრინციპში საკმაოდ წარმატებული იყო, ჩვენი დანაპირები ბოლომდე შევასრულეთ, ეხლა 79 პირი არის ამ წუთას დასაქმებული 80-მდე, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა კიდევ ცოტათი
ცოტათი შეიძლება გაიზარდოს, პიკი იქნება ალბათ ზაფხულში და მე როგორ ნელა დემობილიზაციას დავიწყებთ. ბუნებრივია, ეს არის დაახლოებით 50 ოჯახი, ვისაც შევეხეთ, ასევე არის ხოლმე ესე ვთქვათ, ვისაც მძიმე ტექნიკა ყავს, იმათგანაც ვქირავთ ხოლმე და ამ მიმართულებითაც საკმაოდ კმაყოფილი უნდა იყოს თემი და ჩვენ ვთქვათ ბოლომდე შევასრულეთ ამ ნაწილში ჩვენი დანაპირები და კარი ესე ვთქვათ, ერთის მხრივ ხო გია იყო, მეორეს მხრივ ძალიან გამჭვირვალედ გავაკეთეთ ესე ვთქვათ შერჩევა კადრების ყველა შეძლო ამაში მონაწილეობა და ანუ აქაც პრინციპში პრეტენზიები არ ყოფილა, რომ რაღაცა არის მიკერძოებასთან მიმართებაში თუ ასე შემდეგ. კი ბატონო. პრინციპში 4 წელი გავიდა ყველა ეტაპის გათვალისწინებით, რაც პროექტი დაწყებული იქნა. მაინტერესებს იმ გარემოს და რეალობის გათვალისწინებით, რაც აქ დააგხვდათ თქვენ. როგორ ფიქრობთ, როცა დასრულდება ეს ყველაფერი, რა ტიპის გამოცდილებას დატოვებს კომპანია და ეს პროექტი რეგიონში როგორ გონიათ? ხო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო გამოცდილება დარჩება რეგიონში რა და ზოგადად ჩვენ არა მარტო რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც პრეტენზია გვაქვს, რომ მაღალი სტანდარტით, საუკეთესო სტანდარტით ვაკეთებთ პროექტებს, ვახორციელებთ და გვინდა რომ მაგალითი ვიყოთ ასევე სხვა პროექტებისთვისაც ამ მიმართულებით. პირველ რიგში ცოდნა და გამოცდილება დარჩება. უამრავი ადამიანი მათ შორის როგორც დავიწყეთ, არა მარტო საგანმანათლებლო პროექტების კუთხითაც, არამედ თვითონ ეს დასაქმებული ხალხი ბევრმა რაღაც ახალი ხელობა შეისწავლა, ასე ვთქვათ, მუშაობის სტანდარტი გაიგო, ჩვენთან მუშაობის სტანდარტი ასევე ძალიან მაღალი არის შრომის უსაფრთხოების კუთხითაც და ძალიან უთხრდებით მოგეხსენებათ, ახლა მძიმე პირობები არის ხო, ახლა იქ ხეობაში მთაში მუშაობთ და შესაბამისად ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ შრომის უსაფრთხოების ნაწილს და ღვთისმსხალობით ჯერ არც ერთი ექსცესი არ ქონია ამ პერიოდამდე და შესაბამისად აი მაღალი სტანდარტებით მუშაობის ისწავლის და დარჩება ალბათ ეს სტანდარტი რეგიონში და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ყველა სხვა პროექტი რომელიც აქ განხორციელდება აი საწყისი წერტილი ზუსტად ეს იქნება და ამაზე ნაკლები არა. არ მინდა რომ ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიყო, მაგრამ რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის მანძილზე ჩვენ მედია შეჩვეულები ხშირად არაკეთილ სინდისიერ დამოკიდებულებას სხვადასხვა სამუშაოების შესრულების დროს მგონია რომ თქვენ საკომერციო ზევით აწიეთ ეს სტანდარტები და როგორ ფიქრობთ სამომავლოდ როცა სხვადასხვა ტიპის ამ სფეროში მომუშავე კომპანიები გააგრძელებენ გურიის რეგიონში ამ ტიპის პროექტების განხორციელებას ან სხვა ტიპის პროექტების არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაიზიარებენ ამ გამოცდილებას როგორ გქონიათ? იცით რა, ჩვენ ამ მიმართულებით არა მარტო რეგიონში, არამედ თბილისშიც რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ განახლებადი ენერგიების ასოციაციის ფარგლებში, სადაც ეს თქო თითქმის ყველა დეველოპერი და ინვესტორი კომპანია გაერთიანებული და ჩვენი გამოცდილება ეს თქო ცალკე გაუზიარეთ საკმაოდ ისეთი მოცულობითი პრეზენტაციის სახით. და ვფიქრობ, რომ ის რომ ჩვენი ასე ვთქვათ кейსი იყო წარმატებული, ის თუ თქვათ როგორც დავიწყეთ და თავიდან ამ ხელა იყო წინააღმდეგობა და თქვათ აი როგორ მოვიდა აქამდე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ესეთი სლოგანი ჩვენ ერთად ვაშენებთ რა და ამაზე მინდა და მეკითხა, იმიტომ რომ საინტერესო მესიჯი არის და რა იგულისხმება. ხო, აი ზუსტად ეგ არის მაგ მესიჯი იგულისხმება ის რომ აი იმიტომ რომ ეს მაღალი ჩართულობა იყო ყველა დაინტერესებული მხარის და რაც თავიდანვე აღნიშნე ხო, როგორც აი რჩეველთა საბჭოდან რომ დავიწყეთ და კიდევ უამრავი სხვა პროექტი ქონდა, სადაც კომპონენტი, სადაც ესე თქვათ მაქსიმალური ჩართულობა იყო ყველა დაინტერესებული მხარის, საბოლოო ჯამში მივახცეთ იმას, რომ როგორც თქვით, რომ ownership-ი აქვს ძალიან მაღალი ყველა მხარეს და ყველა საქმის შეგრძნება რომ ერთად ააშენა და დიდი წვლილი შეიტანა რაც მართალია. ამ წლების მანძილზე ეს განცდა რომ ეს მართლაც რაღაცა გაერთიანებულად და ერთად შენება. დანამდვილებით. კი, დანამდვილებით ეგრე არის და ეს მართლა არის ორმხრივი. ანუ ეს არ არის რომ ჩვენ რაღაცას არ ვიცი, სამხრივად მონოლოგში ვართ და თქვა არ ვიცი, ანგარიშვალებთ თუნდაც ამ დაინტერესო მხარებს. ეს არის ორმხრივი დიალოგი. ძალიან ხშირად მოხდა ესე თქვა სხვა კომპონენტების გათვალისწინება, თავიდან დაპროექტების პროცესშიც კი შეიცვალა რაღაცა საინჟინრო გადაწყვეტილებებიც, იქ რაღაცა თქვა არ ვიცი, დაგუბების მოცულობაც, იქ სათავე ნაგებობის ადგილმდებარეობაც და აქედან დაწყებული პრინციპში ბოლომდე აი ესე მოვედით, რომ ერთად წვიდავთ მაქსიმალურად ამ თუ იმ გამოწვევას და ეს არის ალბათ ის კარგი სტანდარტი და რატომაც ჩვენ ეს სლოგანი ზუსტად შევარჩიეთ, იმიტომ რომ ეს განცდა ყველას აქვს, ჩვენც და მეორე მხარესაც, მხარეებს უბრალოდ და ის რომ ესე წარმატებულად მოხდა და ყველა ახლა მონდომებულია და ჩვენთან ერთად ის ხო ცდილობს რომ ესევე წარმატებულად ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, ეს არის იმის მაგალითი, რომელიც ხებმა უნდა გაიზიარონ სავარაუდოდ და იმედია გაიზიარებენ კი. კი ბატონო.
გადაცემის დასაწყისში ვამბობდი ასევე იმ თემებზე, რომელიც ათეულობით წლებია ჩვენი პრობლემა არის ზოგადად ენერგეტიკა, ის მითებიც, რაც ენერგეტიკის სფეროში არსებობს ბოლო წლებში განსაკუთრებით რაღაცნაირად სტიმულირებული გაურკვევლად, მაგრამ იქამდე ვიდრე ამას შევეხებოდეთ, ენერგოდამოუკიდებლობა ეს არის რაღაცა ერთ-ერთი ისეთი სიტყვა, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ამის მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რამდენად შესაძლებელია, რამდენად აქვს პოტენციალი ჩვენს ქვეყანას, რომ მართლაც ენერგოდამოუკიდებელი იყოს და საერთოდაც პოპულარულ ენაზე რო ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, ანუ რა სარგებლის მომტანია ეს ჩვენთვის. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ზოგადად ენერგეტიკა ყველა ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მიმართულება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით უნდა იყოს ორი ასპექტის გამო. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ესე ვთქვათ, ელექტროენერგიის ხარჯი ყველა ტიპის წარმოებაში არის მეტნაკლებად გათვალისწინებული, ხო? რასაც არ უნდა აწარმოებდეს ქვეყანა, ხო? არ ვიცი, პურიდან დაწყებული, არ ვიცი, მძიმე მეტალურგიით დამთავრებული, ძალიან დიდი წილია ელექტროენერგიის ხარჯი არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ან თავის თავზე იყოს მხოლოდ დამოკიდებული ენერგეტიკის ასპექტში, რომ თვითონ აკონტროლებდეს აი ამ ფასებს, დინამიკას, მოთხოვნა მიწოდებას, საკმაყოფილებდეს შესაბამისად და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ შემთხვევაში რატო არის კიდევ ეს განსაკუთრებული? ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ყავს მეზობელი, ჩრდილოური მეზობელი რუსეთი, რომელიც მოგეხსენებათ, თქვათ არ ვიცი როგორ თქვა კორექტულად, მაგრამ არასასიამოვნო ესე თქვა. ხო, არასასიამოვნო დამოკიდებულებაში ვართ და ოკუპირებული აქვს პირდაპირ თქვა ჩვენი ტერიტორია. აქედან გამომდინარე და მეორე მხრივ ესე თქვა რუსეთი არის ის მხარე, რომელიც ამ იმპორტს ავსებს, ან დეფიციტს ავსებს, რაც ქვეყანას აქვს. და ეს დეფიციტი წინასწარ იზრდება. ანუ გენერაციის ობიექტები ვერ ეწევა მოხმარების დასს. მოხმარება ყოველ წელს იზრდება დაახლოებით 5-7%-ით. ეს მზარდია ყოველ წელს. კი, ყოველ წელს არის მზარდი. აი გასაშველოებული ბოლო 2 წლის მერე დაახლოებით არის 4.7% ზუსტი რო იყო რა. იყო წლები 2 წელი 10%-მდე ავიდა, მაგრამ იყო წლები როცა ეს დაბლად ჩავიდა. გასაშველოებული არის ეგრე 5%-ის ფარგლებში. შესაბამისად, ეს მოხმარება რო იზრდება, გენერაცია ვერ ეწევა ამას და იგივე რაოდენობით და ეს ესე ვთქვათ, მოხმარებასა და მიწოდებას შორის ეს გეფი წლიდან-წლამდე იზრდება. და ამ ასე ვთქვათ დეფიციტს დაკმაყოფილება ხდება ძირითადად რუსეთიდან, ან აზერბაიჯანიდან პრინციპში, მაგრამ რომელთანაც ასევე დემარკირებული არ აქვს ჩვენი საზღვრები, ეგეც უნდა აღენიშნოს რა. შესაბამისად, იმისი საშიშროება, რომ მეზობელმა ქვეყანამ ეს არ ვიცი, ან არ მოგაწოდოს, ან პოლიტიკური ბერკეტისთვის რაღაც გამოიყენოს ავაჭროდ, ან ფასები გაგიძვიროს, გაგიორმაგოს, გაგისამაგოს, ანუ ეგ არის ის რისკები და ის საშიშროები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება წარმოიქმნას, ხო, თავისი ეკონომიკური განვითარების ჭრილში. მეორე მხრივ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის უხვი განახლებადი მწვანე ენერგიის წყაროებით, განსაკუთრებით ჰიდრორესურსებით. ანუ ჩვენი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20% გვაქვს დაახლოებით 22% გვაქვს ათვისებული, ანუ დარჩენილი 80% კიდე ასათვისებელი გვაქვს. და მზის და ქარის ნაწილშიც ახლა პოტენციალი თვითონ იქ აბსოლუტურ ციფრში ვეროთ რომ ნაკლები არის, მაგრამ ათვისების კუთხით ასევე ვეროთ პატარაა, ხო? ქარის სულ ერთი სადგური გვაქვს და მზის ესე თქვა დიდი სადგური საერთოდ არ გაგვაჩნია რა. კი ბატონო, მაყურებელმა რომ მინდა რომ ძალიან კარგად გაიგოს, აი 20% რო ახსენეთ. რაც ათვისებული გვაქვს, დანარჩენ 80%-ში იმას გულისხმობთ, რომ შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში დამატებით უსაფრთხო ჰესების მშენებლობა, ისე რომელიც არაფერს არ დააზიანებს და ენერგოდამოუკიდებლობის შანსს გაგვიზრდის. რა თქმა უნდა, ზუსტად მაგაზე არის საუბარი, რომ ჩვენი რესურსი მთლიანად რო ავითვისოთ, მანდ არის საუბარი როგორ ავითვისოთ და თქვენ ძალიან კარგ რაღაცას გავუსვით ხაზი. ანუ ის არის საუბარი იმაზე, რომ გონებრივად მოხდეს ათვისება მაღალი სტანდარტებით, რომ მაქსიმალურად დაბალი ზიანი მიადგეს გარემოს. თორე ხა სხვა ალტერნატივები სიტუაცია ელექტროენერგიის მოწოდებისაც ერთ ფოსადგური თუ ატომური სადგური ბევრად უფრო მეტ ზიანს და ზეგავლენას ახდენს ზოგადად კლიმატის სრულიებაზე და გარემოზე, ხო? აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს მათი ათვისება სწორედ, გონივრულად, მაღალი სტანდარტებით, ბევრი შემარბილებელი ღონისძიებებით, როგორც აი არ ვიცი, გარემოს დაცვის კუთხითაც ჩვენ ალბათ სამაგალითო პროექტი ვართ, იმდენად მაღალი სტანდარტებით ჩავატარეთ ჩვენი პროექტი, იქნება ეს დასაწყისში კვლევების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავატარებინეთ კვლევები თუ შემდგომ აი ამ ყველა შემარბილებელი ღონისძიების კუთხით, რომელსაც აი მშენებლობის პროცესს ვახორციელებთ და მე შემდგომაც განვახორციელებთ
თუნდაც ტყის განაშენიანება რადგეს რომ ვთქვათ ორჯერ და სამჯერ მეტი ტყე უნდა გავაშენოთ ჩვენ რამდენს მოწრეს მოგვიწია. ეხლა დაუბრუნდით ხო ენერგო დამოუკიდებლობას ცოტა გადავხვიოთ. თუ მოხდება ჩვენი პოტენციალის ათვისება, ესე იგი ჩვენი არა დღევანდელი მოხმარების, არამედ პროგნოზების მიხედვით 2030 წელს რაც უნდა კონდეს მოხმარება, იმ მოხმარების სრულად დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი და კიდევ დაახლოებით 1 მაგდენი ჩვენ შეგვიძლია ექსპორტზე გავიტანოთ. ანუ განახლებადი მწვანე ენერგია შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში მთავარი ჩვენი საექსპორტო საქონელი უნდა გახდეს. და ეს არის ის საქონელი, რომელზეც მოთხოვნა არის მსოფლიო ბაზარზე ძალიან დიდი, განსაკუთრებით ევროპაში, რასთანაც ახლა პროექტი მიმდინარეობს შავი ზღვის კაბელის მოგეხსენებათ, რომელიც უნდა შეგვაერთოს ჩვენ ევროპასთან და ამით ჩვენ შეგვეძლება მწვანე ენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ და ეს არის ძალიან სერიოზულ შემოსავლებზე არის საუბარი. დაახლოებით ყოველწლიურად, ეხლა დღევანდელი ფასები რო ავიღოთ, თუმცა ეს ფასები სულ მზარდი არის, დღევანდელი თურქეთის ფასები რო ავიღოთ და არა ევროპის, რომელიც სამჯერ მეტია, დაახლოებით 10 მილიარდი ლარის შემოსავალზე არის ყოველ წელს საუბარი, რაც ეხლა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ციფრია კი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა, რაც პირდაპირ კავშირში არის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან, თუ მკითხავთ. და მეორე მხრივ ამისი პოტენციალი გვაქვს ძალიან მაღალი, რომ მწვანე და განახლებადი ენერგიით მივახციოთ ამ ენერგო დამოუკიდებლობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა მთელი ამ ინფორმაციის გათვალისწინებით. როგორ გქონიათ რაში არის პრობლემა, როდესაც აი ეს ინფორმაცია ვერ მიდის საზოგადოებამდე სწორად ან ბოლომდე და რას უკავშირდება ის პერიოდული პროტესტი, რომელიც მოყვება ხოლმე რომელიმე რეგიონში ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას. ეს არის დაუშვათ რომელიმე სადმე, რომელიმე წელს არაკეთილსინდისიერი კომპანიის საქმიანობიდან დატოვებული ტრავმა, ეგრეთ წოდებული. ეს არის რაღაცნაირად ხელოვნურად სტიმულირებული და ნაკარნახევი. ეს არის აი ინფორმაციის და განათლების ნაკლებობის ბრალი, როგორ გონიათ, რატომ ხდება ისე, რომ ეს მითები რაღაცნაირად ჰესის მშენებლობას უკავშირდება ხოლმე პირდაპირ? კი, და იკიდებს ხოლმე ადვილად ფეხს. ყველაფერი ერთად ალბათ არ ჩამოთვალეთ თქვენ ახლა რა. პირველ რიგში არის ეს უნდა ჩვენ კარგად გვესმოდეს, ჩვენს მიმართ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტრულად განწყობილი სახელმწიფოს რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შედეგი. და ეს არ არის არაფერი ისე თქვათ სიახლე. სხვა ბევრ სიკეთესანებთან არ ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობა არ აწყობს. რა თქმა უნდა, და ჩვენ არ ვართ მარტო ერთ-ერთი ქვეყანა, ყველა თავის მეზობელ ქვეყანასთან ამას ასე თუ ისე სხვადასხვა ფორმით აწარმოებს, ზუსტად იმიტომ რომ მათზე იყოს ენერგეტიკულად დამოკიდებული. მოგეხსენებათ რუსეთს საკმაოდ დიდი ენერგეტიკული ესე თქვათ რესურსი გააჩნია და ამაზე იმანაც რა ქვია, გაერომაც გამოსცა 2020 წელს იყო თუ სწორედ მახსოვს ანგარიში, სადაც ასე თქვათ ბევრი მაგალითი იყო მოყვანილი, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის, არ ვიცი, რუმინეთში, პოდეში, უნგრეთში როგორ მოიქცა, თქვათ არ ვიცი, გერმანიაში როგორ მოიქცა, რომ მათზე დამოკიდებულება ყოფილიყო რა და თქვათ ადგილობრივი სამიანის საკუთარი განახლებადი რესურსი არ აეთვისებინათ და არ ვიცი, უნგრეთში მაგალითად ბირთვული სადგური აეშენებინათ რუსული ტექნოლოგიით, რუსული გამდრებულიდან, ну შესაბამისად მათზე დამოკიდებულება ყოფილიყო მაღალი. აქედან გამომდინარე ეს პროპაგანდა მიმდინარეობს აი ბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის შემდგომ 30 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ჰესების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენთან ზოგადად პოტენციალი ზუსტად ჰიდროელექტროსადგურებს აქვს და რა თქმა უნდა ამან თავის შედეგი გამოიღო, ხო? ხა მეორე ხარეს ფაქტიურად დუმარება იყო, აუცილებლად ჩვენ დავიწყეთ აი რაღაც 2019-2020 წელს პირველად ამაზე ისე თქვა საუბარი და აი ამ მითების დეკონსტრუირება, თუმცა ეს ესე მარტივად არ არის, იმიტომ რომ საინფორმაციო ველში ბევრად უფრო ჩამორჩენილები ვიყავთ. მე რა თქმა უნდა არსებობს ახლა ზოგადად დაბალი ნდობა არის ხო სამშენებლო კომპანიების მიმართ რაღაცა სხვადასხვა არა მარტო ჰიდროელექტროსადგურებში არამედ ზოგადად ხომ მშენებლობის კუთხით არის ესე ვთქვათ სამწუხარო ჩვენ და შეცდომები დაშვებული და რა თქმა უნდა ამ უარყოფითი მაგალითების განზოგადებაც ხდება ზოგადად ხო და მესამე არის ჩართულობა რა ანუ მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თვითონ ადგილობრივ მოსახლეობასთან თავის დროზე დროულად მოხდეს კომუნიკაცია ჩვენ სხვათა შორის ეს აქტიური კომუნიკაცია რო დავიწყოთ, უამრავი შედეგი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული, არ ვიცი უამრავი. ალბათ 50-ზე მეტი შეხვედრა არის ჩატარებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და ზოგადად ჩართულ მხარეებთან და სანამ საერთოდ ნებართვას მივიღებდით, სანამ რა იმის თქო ლეგიტიმაცია გვექნებოდა საქმიანობის, უკვე ჩვენ ესე თქო აქტიურად მუშაობდით. და როგორ ფიქრობთ, რას ეტყვით საზოგადოებას
რამდენად მნიშვნელოვანი ეს ინფორმაციის გაზიარება და გამჭვირვალობა. აი ამ 50 შეხვედრაში რამდენად იგრძენით სასიკეთო დინამიკა შეხვედრიდან შეხვედრამდე? აი საოცარი ესე თქვა დინამიკა არის თავიდან ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები ვინც იყვნენ ჩვენი ამ პროექტის განხორციელების დღეს ყველაზე აქტიური დამცველები არიან ჩვენი პროექტის. ამის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიძახი. ჩვენ რო ვანახეთ მათ შორის მათ ასე ვთქვათ უკვე განხორციელებული პროექტები ხო როგორ მუშაობს იგივე გარემოს დაცვის კუთხით რა სტანდარტები დავიჭირეთ არ ვიცი მე იქთებს სავალის ნაწილში იქნება თუ სხვა არ ვიცი მე მიკრობიოლოგიის ნაწილში იქნება თუ ასე შემდეგ რა სტანდარტებიც გვეჭირა ეს რო ასე ვთქვათ დავანახეთ კარგად და რო ჩვენ ყველა ჩვენ დაპირებას ასე ვთქვათ ვასრულებთ ამ პერიოდში დღეს ისინი ჩვენი ყველაზე მაღალი დამცველები არიან რა ყოველგვარი გადაჭრების გარეშე და ეს ალბათ ეგ არის გამოსავალი რომ ცნობიერება ამაღლდეს აქტიური კომუნიკაციით არ უნდა დაიზაროს სხვა კომპანიებმა რომ თავიდანვე პირველი გადაწყვეტილის მიღებიდან ესე ვთქვათ დაიწყონ კომუნიკაცია და ამაში დრო და რესურსი დაიხარჯოს და ვთქვათ არ დაველოდოთ რაღაცა არ ვიცი ნებართვების მიღებას თუ უკვე მშენებლობის დაწყებას და უკვე გვიანარი ხდება მაგ დროს და მე რეციტები ეს ეჭვები რომ იქ რაღაცა არასწორად მიმდინარეობს პროცესს აზიანებს და ზოგადად ორ მხრივის გენერალს. ბევრ დროს აღარ წაგართმევთ ბოლო კითხვას დაგისვამთ ისევ ენერგოდამოუკიდებლობაზე მინდა გკითხოთ ვისაუბრეთ რომ გჭირდება ვისაუბრეთ რომ შეგვიძლია ახლა რომ ამ 80%-ის გამოყენებას სწორად ვიწყებდეთ, ალბათ უფრო კონკრეტული პასუხი გექნებოდა როდის შეიძლება ამას მივაღწიოთ, მაგრამ არსებული რეალობის, ყველა ტიპის რეალობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, მათ შორის კონკრეტულად დარგშიც, როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება დაუშვათ მართლაც გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები? ზოგადად მთავრობამ არჩევნების მერე დაანონსა, რომ ასე ვთქვათ, მზადყოფნა არის, რომ 2030 წლისათვის ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. თუ საკმარისი მონდომება იქნება დანამდვილებით შესაძლებელია რა. რომ 2030 წლისათვის ჩვენი ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, აქ საუბარია ხა ჩვენ ძირითადად სამი მსხვილი პროექტი გვაქვს ხო ქვეყანაში, ხა მეტი ეგეთი ვერ განხორციელდება, ეს არის ნამახვანი, ხუდონი და ნესკრა. ანუ მათ განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ ენერგოდამოუკიდებლობასაც თქონდა მივახცევთ და იმედი მაქვს რომ რეალურად თუ შესაბამისი ხელშეწყობა იქნება მთავრობის კუთხიდან 2030 წლისათვის ეს რეალისტურია რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. კი ბატონო, იმედია რომ ასეც იქნება იქამდე არც თუ ისე დიდი დრო არის დარჩენილი. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. გულით გისურვებთ წარმატებებს, განსაკუთრებით წლის ბოლოსთვის უკვე შესრულებას წარმატებით პროექტის და მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ჩვენ საუბრობდით ბატონ გიორგი აბრამიშვილთან ერთად, ის გახლავთ კომპანია ბახვი ჰესის დირექტორი. კარგად იყავით.